რამდენიმე კვირის წინ დაგიანონსეთ, რომ BMG სერიოზულად ჩაუжდა თემებს, რაც უკავშირდება ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს, ახალ მიმართულებების დამკვიდრებას. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 20 სექტემბრიდან მცხეთაში შუახნის და ხანდაზმულ ადამიანებისთვის სრულად ოჯახური ტიპის სახლი, ლელიანი გაიხსნა. ლელიანი საქართველოში პირველი მაღალი კლასის სახლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნვას, ინტეგრაციას და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანადგომას საჭიროებს. მათი მიზანი 65 წლის და ამასაც გადაცილებული ადამიანების სოციალიზაცია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის მიწოდება საჭიროებს. ასევე უსაფრთხო და ემპათიური გარემოს შექმნით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შუახნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა 6.5 მილიონ ლარამდე. ობიექტში 50 ბენეფიციარის განთავსება არის შესაძლებელი, რომლებზეც კვალიფიციური კადრები იზრუნებენ. კვალიფიციური მზრუნველი საოპერაციო გუნდის გარდა მე უბრალოდ მინდა იცნობდეთ მათაც, ვინც ლელიანი დააფუძნა და ამით სრულიად ახალ სტანდარტს მისცა დასაბამი საქართველოში. კეთილშობილური საქმის დრო არის სულ დამოუკიდებლად პოლიტიკური ამინდისგან. როცა აკეთებ კეთილშობილურ საქმეს, რა ამინდიც არ უნდა იდგეს პოლიტიკური და ასე შემდეგ, შენ ყოველთვის მართალ მხარეს ხარ. აი ძალიან მარტივად გაგეცით პასუხი. პლუს ტურბულენციას ასე ვთქვათ შეჩვეულები ვართ ჩვენ და ასე ვთქვათ განვითარება ჩვენ თითოეულ ადამიანს ჩვენი განვითარების ვალდებულება უნდა შევასრულოთ რა და ესეც მიეხმარება ტურბულენციის ჩაცხრობას რაღაც დონეზე რა და ტურბულენციას ნაჩვევი ვართ ასე ვთქვათ გაწვნილი ვართ ტურბულენციაზე ეს პროექტი 2 წლის წინ დავიწყეთ ესე ტურბულენცია არ იყო როგორც ახლა არის და ნუ თავისთავად ნატურით ოპტიმისტები ვართ და ვჯერა რომ ეს ტურბულენცია ასე თუ ისე ჩაცხრეს ძალიან დიდხანს იყო კომუნიკაციის პრობლემა თუნდაც ამ წელიწადში აი კომუნიკაციის პრობლემა იყო თქვათ მარეგულირებლებთან. ნუ ეს არაფერს არ შეიძლება საზოგადოება ეწყობა და შენდება, როდესაც არის აქტიური კომუნიკაცია, აზრის გაცვლა. ბოლო 4 წელიწადში ხო? ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციები ძალიან შემცირებული არის, ინოვაციებიც ძალიან შემცირებული არის შესაბამისად და ეს არის წინაპირობა სტაგნაციის, რა ძალიან ცუდი იქნება. ეს რაც არის ეს იდეაც ბევრი წელია. დაშენების იდეა, თანაგადახდების იდეა ეს ბევრი წელია მოსილებს და ძალიან გამიხარდება თუ სწრაფად მიიყვანენ გადაწყვეტილებას და მარტო ასე ვთქვათ გადაწყვეტილებად არ დარჩება და სწრაფად მივა ეს ბოლომდე ეკონომიკას ამის ფუფუნება არ აქვს რომ იზოლაციაში იცხოვროს. ჩვენი ეკონომიკა არის ღია ეკონომიკა და უნდა დარჩეს ეგეთ ეკონომიკად, რომელიც ფოკუსირებული არის დასავლურ ინვესტიციებზე და დასავლურ სტანდარტზე და ეს დაწესებულებას რომელიც ჩვენ შევქმნით არის დასავლური სტანდარტის დაწესებულება და დასავლეთიდან ჩამოტანილი პროექტია ყველაფერს თავით-თავად მართალი ბრძანა ბატონო ნიკოლოზმა ჩვენ ეს პროექტი მოვიტანეთ დასავლეთიდან და არა საბჭოეთის ჯგუფლებიდან ესე ვთქვათ მოხუცებულთა თავშესაფარი ამაზე არ ვლაპარაკობთ ხო ზუსტად ეს არის ადამიანმა რომელმაც განვლო თავისი ცხოვრება ღირსეულად ემსახურა ქვეყანას თავის ოჯახს და ამ შემდეგ მას სრული უფლება აქვს რომ სიბერეც გაატაროს ღირსეულად ამაში გვინდა შევუწყოთ ხელი ამაში ეს გვინდა დავამკვიდროთ და ეს გვინდა ვაქციოთ ცხოვრების სტილი გახდეს ანუ ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ეს არის ჩვენი მისია ამ საქმიანობაში შესაბამისად ზუსტ აკორდანსია იმასთან რაც დასავლეთში ხდება იქით უნდა ვისწრაფოთ, იქით უნდა მივდიოდეთ და ის სტანდარტები გადმოვიღოთ. თუ გვინდა რომ ჩვენც ჩვენი ერთ დღეს ვიყოთ დიდი ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით კულტურული ნაწილი მსოფლიოსი, მაგრამ ცივილიზაციის ნაწილი უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა ძალიან დიდი ხნის ჩამორჩენა საბჭოთა ეპოქიდან.